დავიწყოთ აბა მოდი ნელ-ნელა ერთი საკითხი განვიხილოთ ერთად. რომელიც საკითხი ჩვენს ცხოვრებაში ყოველდღიურად ხდება ფაქტიურად და ესე იგი ჩვენთვის არის ეს სამაგალითო. მოდი შევხედოთ ეკრანზე რა არის გამოსახული. თქვენ იცით რომ ესე იგი აი კაბადოკიიდან ვინ იყო? წმინდა ნინო, ქართველთა განმანათლებელი, ხო? კიდევ ვინ იყო კაბადოკი? წმინდა დიდმოწამე გიორგი. კიდევ კაბადოკიიდან იყვნენ დიდი მამები, მღვდელმთავრები. წმინდა ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და წმინდა გრიგოლ ნოსელი. აი ეს სამი დიდი წმინდა მამა იწოდება კაბადოკიელ მამებად. ასევე კაბადოკიიდან იყვნენ აი ეს 40 მხედარი, რომელიც სებასტიაში მსახურობდა. ენადამები, სებასტია. აი აქ მსახურობდნენ. და იყვნენ ჯარისკაცები, რომის არმიაში მსახურობდნენ და მაშინ როგორ იყო? ეხლა ნახეთ, რომის იმპერია ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ერთ ნაწილში იყო იმპერატორი კონსტანტინე დიდი, რომელმაც 313 წელს მოდით თან დავწერო უფრო კარგად დაგამახსოვრდეთ. 313 წელს გამოსცა მილანის ედიქტი. მილანი ხო გაგონიათ იტალიის ქალაქი მილანი. მილანის ედიქტი გამოსცა, რაც გულისხმობდა რომ ქრისტიანთა დევნა შეწყდა. მაგრამ მეორე ნაწილში, რომის მეორე ნაწილში იყო იმპერატორი მისი სიძე დის ქმარი ლიკინიუსი, რომელიც იყო აი წარმართი, ქრისტიანი არ იყო და იქ დევნა გრძელდებოდა. სებასტია სწორედ იმ მხარეში იყო, სადაც ლიკინიუსი მეფობდა. და აი ამ მხედრებს მოსთხოვეს, რომ ერთ-ერთ დღესასწაულზე მსხვერპლი შეეწირათ კერპებისთვის. ქრისტიანისთვის ეს ყოველად მიუღებელი იყო. ეს ნიშნავდა, რომ შენ ქრისტესთვის უნდა გეღალატ, ქრისტეზე უარი უნდა გეთქვა. და იმ ქალაქის მმართველი იყო აგრიკოლა, ესეთი სახელია აგრიკოლა, რომელმაც მოსთხოვა მათ, რომ ქრისტეზე უარი ეთქვათ მათ და კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ და რადგან მათ უარი განაცხადეს, ესენი წაიყვანეს და საპყრობილეში ჩაყარეს. საპყრობილეში მათ გამოეცხადათ იესო ქრისტე და ესენი შემთხვევით არ გავაკარე. უფალმა უთხრა მათ, გაამხნევა ისინი და უთხრა, რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს. ან ის რაც ახლა თქვენ შეგემთხვევათ, ვინც ბოლომდე მოითმენს, ის გადარჩება და ცხონდება. ცხონება რა არის? ძალიან მოკლედ რო ვთქვათ. ცხონება არის, როდესაც ესე იგი ჩვენ ხომ ამ წუთისოფელში არ ვამთავრებთ არსებობას. ქრისტიანს წამს, რომ ამ წუთისოფლის იქით სიცოცხლე გრძელდება. ჩვენ კი არ კვდებით, არამედ ჩვენ გარდავიცვლებით. აი აღდგომის საგალობელი გაიხსენეთ. ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნელი. ხო ესე ვგალობთ, არა? ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნელი. ქრისტემ თავისი სიკვდილით სიკვდილი დათრგუნვა, გააუქმა და სიკვდილი როგორც ასეთი აღარ არსებობს. ადამიანი კი არ კვდება და კი არ გაქრება, არამედ ადამიანი გარდაიცვლება. მისი სული აგრძელებს არსებობას. აგრძელებს ან სასუფეველში, სადაც მარადიული სიხარულია და ჩვენ ამას უწოდებთ, რომ ეს ადამიანი ცხონდა და ან აგრძელებს ჯოჯოხეთში, სადაც მარადიული სატანჯველია და ასეთ ადამიანზე ვამბობთ, რომ ის წარწყმდა. წარწყმდა ნიშნავს, რომ ის მარადიულად დაიღუპა და ესე იგი მისთვის სიხარული არასოდეს აღარ არსებობს. გესმით რაზე ლაპარაკი და მაგრამ ვინც ცხონდა და სული გადაირჩინა რა ღვთისმადლით, მისთვის მხოლოდ სიხარულია. იქ არ არის არც ტკივილი, არც ცრემლი, არც მწუხარება, არც რაიმე უსიამოვნო შემთხვევა, არც განსასწრელი. იქ მხოლოდ არის სიხარული. და თითოეული ჩვენთაგანი და თითოეული მორწმუნე ადამიანი ამისათვის იბრძვის. ამიტომაც აი მიწაზე მყოფ ეკლესიას ეწოდება მებრძოლი ეკლესია. იმიტომ კი არა, რომ დაუშვათ კლასელი კლასელს ებრძვის ან მეზობელი მეზობელს ან სხვა. ამიტომ კი არა. თითოეული ადამიანი საკუთარ დაცემულ ბუნებას ებრძვის. თითოეული ადამიანი
დაცემულ ანგელოზებს ებრძვის, ეშმაკებს ებრძვის, არა ადამიანს, არამედ დაცემულ ანგელოზს, რომელიც არის მტერი თითოეული ადამიანის ცხონებისა და თუ ადამიანმა შეძლო და სული გადაირჩინა, ზეციურ ეკლესიას ეწოდება მოზეიმე ეკლესია. მოზეიმე ეკლესია. ესენი სანამ ესე იგი ამ ყველაფერს მოითმენდნენ, რაზეც ახლა უნდა ვისაუბროთ, მებრძოლი ეკლესიის წევრები იყვნენ. მაგრამ როდესაც მათ ეს ყველაფერი მოითმინეს ღვთისმადლით, დღეს ისინი ზეციური ეკლესიის, ანუ მოზეიმე ეკლესიის წევრები არიან და მათ სიხარულს არაფერი აღარ შეცვლის. ეხლა რა მოხდა? უფალმა უთხრა, რომ რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს. ანუ ვინც ბოლომდე მოითმენს. ესენი ერთი კვირის მერე საპყრობილიდან გამოიყვანეს და ამ დროს ჩამოვიდა სამეფო კარზე მსახურობდა ესეთი კაცი იყო ლისიუსი ერქვა. ჩამოვიდა რომ ამადანაც ნახოს ესე იგი აბა ვინ ამბობს უარსკევთაყვანის ძემლობაზე, კერპებისთვის ხერხლის შეწირვაზე და ეს მხედრები ეუბნებიან. ნახეთ აი ყველაზე ძვირფასი რა არის მორწმუნე ადამიანისთვის. წაიღეთ ჩვენგან ჩვენი წოდებებით და სიცოცხლეც. ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი იესო ქრისტეა. აი ყველა ნამდვილი ქრისტიანის და ქრისტიანს ახლა ნამდვილი არ ჭირდება, ქრისტიანი ის არის, ვინც ქრისტეს მიყვება და ყველა ქრისტიანის თავარი ეგ არის, რომ მისთვის იესო ქრისტეა ყველაზე ძვირფასი. ყველაფერიც რომ ჩამოართვან, ის წოდებებით, ის თანამდებობაც, ის დავუშვათ ვიღაცას ხელფას ჩამოართმევდნენ, გააკულაკებდნენ, გადაასახლებდნენ სადღაც, აი ამ რამდენიმე წლის წინ საქართველოშიც ეს ხდებოდა. ქონებას ჩამოართმევდნენ, ესე იგი აწამებდნენ, სხვაგან გადაასახლებდნენ, მაგრამ ის ქრისტეზე უარს არ ამბობდა. და ამათაც ეგ თქვეს, ჩვენგან წაიღეთ ყველაფერი და თვით სიცოცხლეც კი ეს ბიოლოგიური სიცოცხლე. იმიტომ რომ მათ იციან, რომ სიკვდილი არ არსებობს. იმ თავს ვერ წაართმევენ, იმიტომ რომ მათთვის იესო ქრისტეა სიცოცხლე. ერთ-ერთ მოწამეთა ცხოვრებაში წერია, რომ სიცოცხლე ქრისტეს გარეშე ეს არის სიკვდილი. და სიკვდილი ქრისტეს გულისთვის, ეს არის სიცოცხლე. გახსოვთ 1227 წელი. ჯალალედინმა რომ სიონის გუმბათი მოარღვია, იქიდან გამოიტანა ხატები მაცხოვრის და ღვთისმშობლის და მეტეხის ხიდზე რო დადო. და უთხრა იქ ყოფ ქართველებს, ვინც ფეხს დააბიჯებს ამ ხატებს და გადავა მეორე მხარეს, იმას დავტოვებთ მხოლოდ ცოცხალს. 100,000 მოწამის ხსენება როა, ხო გახსოვს 100,000 კაცმა იქ ფეხი არ დააბიჯა. ეხლა რომ დაფიქრდეს კაცი, აი რომ დაებიჯებინა ფეხი და გადასულიყო მეორე მხარეს. ხო ქრისტეს მოღალატე იქნებოდა. და განა რამდენი წელი უნდა იცოცხლოს ადამიანს? სულაც 100 წელი რო იცოცხლოს. აი 100 წელი მარადიულობასთან შედარებით რა არის? აი ხა მოდი თქვენ ხო მათემატიკას ხო სწავლობდა. აი ერთ მხარეს რო დაწეროთ ციფრი 100 და მეორე მხარეს უსასრულობა. შეიძლება რომ ეს 100 უსასრულობას შეადარო? აი უსასრულობაში რამდენი 100 უნდა იყოს? უსასრულო 100-ები იქნება, ხო მართალია და კიდე ერთი წერია. აი გარი ადამიანის სიცოცხლეც რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო, ჯერ იმ სიცოცხლეს რაღაცა ექნებოდა, ესე არ არის ჯობს სიცოცხლესა, ნაძრახსა, სიკვდილის სახელოვანი, ჯერ იმ სიცოცხლეს რაღაცა უნდა ქონოდა, შენ რომ უღალატე და მე რამდენი წელიც არ უნდა გეცოცხლა, ხო სადღაც დამთავრდებოდა და შეიძლება სულაც მეორე დღეს მთავრდება, ვინ იცის, როდის მთავრდება ეს სიცოცხლე. ამათ შემთხვევაში რა მოხდა? რადგან ესენი ესე მტკიცეთ იყვნენ, გადაწყვიტეს რომ ქვებით ჩაექოლათ. ქვებს ესროდნენ, მაგრამ თუ ღმერთი არ დაუშვებს რაღაცას ადამიანზე, ის არ მოხდება. ჩვენ აი რაღაცა განსასწრელი რო შეგვეხება, არ უნდა ვიფიქროთ რომ ეს ვიღაცის ბრალია, ადამიანს დააბრალო, რაღაცა მოვლენებს დააბრალო. ეს არ არის სწორი მიდგომა საკითხისა. თუ ღმერთი არ დაუშვებს, ის არ მოხდება. მაგრამ რასაც ღმერთი დაუშვებს ჩვენთვის იმ განსასწრებს, ის კი უნდა მოითმინოს ადამიანს. და მათ არ ხვდებოდათ ეს ქვები. პირიქით ერთმანეთს არ ტყავდნენ იმ ქვებს. ერთი რო ესრო და მეორეს ხდებოდა. ბოლოს გადაწყვიტეს და წაიყვანეს ესენი გაყინულ ტბაში ჩააყენეს. და საცდუნებლად იქვე ახლოს წერია რომ თბილი აბანო გააჩაღეს.
შეეძლოთ ამოსულიყო გავიჟი ღმერთმა სასაცილოდ მისცეს საქმე იცინოს საცდუნებლად აბანო გააჩაღეს რომ ვიღაცას რომ და შეეძლოთ ამოსულიყვნენ კი არ უშლიდნენ კი ბატონო ამოდი თუ გინდა ტბიდან შედი და გათბი ოღონ ეგ ამოსვლა და გათბობა ნიშნავდა რომ შენ ქრისტეს ღალატობდი და წარმოიდგინეთ ესენი ამ გაყინულ ტბაში დგანან და 40 და შუაღამის პირველ საათზე ერთ-ერთ მათგანს სიმტკიცე მომტყუნა და გამოიქცა ამ აბანოსკენ მაგრამ რა მოხდა ვერც ამ აბანომდე ვერ მიაღწია და თან ქრისტესაც უღალატა სადღაც შუაგზაში ჩაიკეცა და გარდაიცვალა ახლა წარმოიდგინეთ აი რისთვისაც ქრისტეს უღალატა ისიც ვერ მიიღო აი ადამიანმა რომ დაუშვა თავის სინდის ფეხი დააბიჯოს თუნცულა მოდი ვერ ისვენებ მან აი იქით გადაჯექი ნახე ლამაზი გოგოროზის გვერდზე მივიჯექი მოდი რის გამოც ადამიანის სინდის ფეხს დააბიჯებ შეიძლება აი ადამიანს აწყენინო რაღაცა მატერიალურის გამო და ერთიც დაკარგო ადამიანიც დაკარგო და ისიც დაკარგო და ამის შემთხვევაშიც ესე მოხდა სხვათა შორის აი მე რო თქვი კონსტანტინე დიდი იყო მეთქი იმპერიის ერთ ნაწილში იმპერატორი მან ესეთი რაღაც მისმა მამამ კონსტანტინე ქლორუსი ასეთი კაცი იყო და დიოკლეტიანე ხო გაგონიათ აი წმინდა გიორგი ვინც აწამა დიოკლეტიანეს თურმე რომი 4 ნაწილად ყოფილა დაყოფილი და ერთ-ერთი ნაწილის იმპერატორი ყოფილა კონსტანტინეს მამა ეხლა წარმოიდგინეთ მაშინ ქრისტიანთა დევნა შეწყვეტილი არ არის ეს მილანის ედიქტი არ არის გამოცემული და მან ასეთი რამ უთხრა თავის ქვეშევრდომებს როდესაც ის იმპერატორი გახდა მეო დღეიდანო ქრისტიანებს სამსახურში ვერ დავიტოვებ იმიტომ რომ მაშინ ქრისტიანობა ხო იდევნება და ეხლა ამ ქრისტიანებმაც იფიქრე ნახე როგორი არჩევანის წინაშე დადგნენ თუ ჩვენ ვიტყვით რომ ქრისტიანები ვართ სამსახურიდან ან სამეფო კარიდან დაგვითხოვენ გაგვიშვებენ და თუ ვიტყვით რომ ქრისტიანები ვართ გაგვიშვებენ მაგრამ თუ ვიტყვით რომ არა ვართ ქრისტიანები მაშინ დაგტოვებენ და კარგი ხელფასიც გექნება კარგი თანამდებობაც ყველაფერი ზოგმა იმის შიშით რომ სამსახური არ დაეკარგა თქვა რომ მე არა ვარო ქრისტიანი მაგრამ ზოგმა იმის შიშით რომ ქრისტეზე უარი არ ეთქვა რომ მე არ მინდა თქვენთან მსახურება და წავიდა და თქვა რომ მე ქრისტიანი ვარ და დატოვა სამეფო კარი და წავიდა სინამდვილეში ეს მათთვის იყო გამოცდა რომელ გამოცდასაც წუთისოფელი დღეს თითოეულ ჩვენთაგანს უწყობს ხოლმე და ამ კონსტანტინემ დაუძახა იმ ქრისტიანებს ერთგულებს ქრისტეს ერთგულებს და უთხრა მოდითო თქვენ ჩემთან თქვენ უნდა იყოთ ზუსტად სამეფო კარზე მსახურებიო რადგანა ვინც ქრისტეს ვერ უერთგულებსო ის ვერც მე ვერ მიერთგულებს და ისინი კიდე მედროვეები ვინც სამსახურის გამო ქრისტეს ზურგი აქციეს ისინი გაუშვა სამსახურით ამათაც ესე მოვიდა ამ 40-დან ერთი წამოვიდა და ვერც ის მიიღო და შუაგზაში გარდაიცვალა ეხა ნაპირზე ამათ ეხა ისე ხო არ დატოვებდნენ არა ჯალათები დგანა რომლებიც დარაჯობენ ამ ყველაფერს რომ ესენი არ გაიქცნენ კი ბატონო აბანომდე მიდი მაგრამ იმის იქით გასაქცევს არ უტოვებენ ერთ-ერთ მათგანს რომელსაც აგლაოსი ერქვა ეღვიძა დანარჩენებს ეძინათ ეხა აგლაოსი რას ხედავს ნახეთ ზეციდან დაეშვა 39 გვირგვინი მოდი მეორეშიც უნდა გაჩვენოთ 39 გვირგვინი დაეშვა მათ თავებს 39 და ამითი რას მიხვდა რას მიხვდებოდა რას მიხვდებოდა აი 39 რო იყო და არა 40 მაგითი რას შეიძლებოდა რომ მივხვდარიყო რადგან ერთმა უფალს უღალატა იმ გაქცეულმა დაკარგა ეს გვირგვინი ეს იცით რა გვირგვინია აი რაზეც მე ვთქვი მარადიული სიხარულის გვირგვინი მოწამეობრივი გვირგვინი რომ ღმერთთან მარადიულად ყოფობის და ბედნიერების და სიხარულის გვირგვინი გამარჯვებულს ხო გვირგვინს ადგამენ და ნახეთ თავიდან უფალმა რა უთხრა რომელმაც დაითმინოს სრულიად ანუ ბოლომდე ის ცხონდებაო და იმან ხო ვერ მოითმინა ბოლომდე და ეს აგლაოსი ხვდება რომ იმ გაქცეულმა ის გვირგვინი დაკარგა თვითონ არ არის ქრისტიანი არ არის მორწმუნე კერთაყვანისმცემელია წარმართია
წარმართებს არ ჯერათ, რომ არადიული ცხოვრება არსებობს. მაგრამ მან ნახე რა გააკეთა. გააღვიძა სხვა დარაჯები და უთხრა, მეც ქრისტიანი ვარო. გაიხადა ტანზე ზემოდან და ჩადგა 59-თან ერთად. და ესე იგი, მასაც უნდა რომ ქრისტეს გულისთვის ყველაფერი მოითმინეს. აი ამ 39-ის სიმტკიცის შემყურე. ნახეთ ამათმა მაგალითმა ის როგორ გააძლიერა. ისიც ჩადგა და ამბობს რომ მეც ქრისტიანი ვარო. და შუაღამისას ესე იგი ღმერთმა წყალობა მოიღო ღამის 3 საათზე მათთვის და ეს ამხელა ტბა სასწაულებრივად გათბა. რა ღმერთი იმაზე მეტ განსასწრებს კი არ მოულენს ადამიანს, რაც აღარ შეუძლია. ეხლა მაგალითად წყალი რო აადუღო, რამდენი ხანი გჭირდება, ხო, აი ბანაკში რო იყავით 40 ბავშვისთვის რო ჩაი უნდა გაგვეკეთებინა, დაახლოებით 1 საათი ველოდებოდით რომ ადუღებულიყო და ამხელა ტბას რა გაათბობს. მაგრამ რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, ის ღვთისათვის არის შესაძლებელი და ის წამიერად წამში გათბა ეს წყალი. და დილით რო გაიღვიძეს ამ ჯალათებმა, ნახეს რომ ესენი ყველანი ცოცხლები არიან. მათ შორის ისიც, ვინც ყოფილი წარმართი იყო და ეხლა თქვა რომ მე ქრისტიანი ვარ. თქვენ იცით რომ ადამიანი ქრისტიანი რო გახდეს, რომ მოინათლოს, ამას ჭირდება რომ ნათლისღების საიდუმლო აღსრულდეს მასზე, მაგრამ ყოფილა შემთხვევა რომ ესეთი ადამიანი მოწამეობრივად აღსრულებულად ამას ეწოდება სისხლით ნათლისღება. ისიც ნათელღებული. დილით ამოიყვანეს და ესე იგი ხმლებით აჩეხეს მერე ესენი, მაგრამ არავინ ქრისტეზე უარი არ თქვა. ყველა მიიღო ეს მოწამეობრივი გვირგვინი და აი სწორედ მათი ხსენების დღე იყო გუშინ წინ 40 სებასტიელი მოწამე, რომლებიც წარმოშობით იყვნენ კაბადოკიელები. და ეხლა ეს მოდი დავაკავშიროთ ჩვენს ცხოვრებასთან. ის გვირგვინები, რაც მათ მოიპოვეს, თვითონ ჩვენთაგან შეუძლია რომ მოიპოვოს. ოღონდ ჩვენ შეიძლება ესე მოწამეობრივი ღვაწლი არ შეგხვდეს, ეს ყველას კი არ შეხვედრია, მაგრამ ვიღაცამ ოჯახური ცხოვრებით უნდა გადაირჩინოს თავი, ვიღაცამ სამონასტრო ცხოვრებით. აი მაგალითად ერთ მაგალითს მოვიყვან და მე თქვენ უკვე მითხარით ჩვენი ცხოვრებიდან სად შეიძლება ის გვირგვინები მოიპოვა. იყო ერთი ესეთი შემთხვევა, მონასტერში ხდება. მონასტერი არის ის ადგილი, სადაც ადამიანები განმარტოებით ცხოვრობენ, უარს ამბობენ დაოჯახებაზე, საერო ცხოვრებაზე და მიდიან და განმარტოებით ცხოვრობენ. ამ მონასტერში ცხოვრობდა ერთი მოხუცი წინამძღვარი, რომელსაც ჰყავდა თავისი მორჩილი, სულიერი შვილი, ახალგაზრდა კაცი იყო. მათ ესეთი წესი ჰქონდათ. აი როგორც ჩვენ რომ საღამოს ლოცვას ვამბობთ და მერე მივდივართ დასაძინებლად, ხო, საერო ცხოვრებაში ესეა. იქ, როდესაც ილოცებდნენ, მერე დაჯდებოდა ეს წინამძღვარი, ასე დაჯდებოდა, მოვიდოდა ეს თავისი მორჩილი, იქ დაიჩოქებოდა, ახსარებას ამბობდა მონასტერში, ესეა, რომ ყოველ საღამოთი თავისი გულის ფიქრებს, თუ რამე განზრახვა ჰქონდა, ყველაფერს აღიარებს, იმიტომ რომ იქ ბრძოლა დიდია მონასტერში. ამიტომაც ყოველდღიურად ამბობენ ხშირად იქ ახსარებას და ესეც ახსარებას რო იტყოდა, ბოლო დარიგებებს მიიღებდა, დალოცავდა ხოლმე ეს მოძღვარი და გაუშვებდა დასაძინებლად. ერთხელ თურმე ძალიან დაიღალა მისი მოძღვარი და რომ დაჯდა და ამას უსმენს, ჩაეძინა. ეხლა დადგა არჩევანის წინაშე, არასოდეს არ წასულა დასაძინებლად მისი დალოცვის გარეშე. და წარმოიდგინეთ, ეხლა რა ქნას ფიქრობს წავიდეს თუ არ წავიდეს. ხო ის აზრიც ხომ მოგდის, რომ ვინ იცის ახლა რამდენ ხანში გაიღვიძებს, შეიძლება მალევე გაიღვიძოს, შეიძლება დილამდე არ გაიღვიძოს, თან იცის რომ მთელი დღის ძალიან გადაღლილია. ღამე სიზმრისეულ ჩვენებაში ეს მოძღვარი ხედავს ასეთ რამეს, რომ არის ბრწყინვალე ტახტი, სამეფო ტახტი და ზედ აწყვია 7 გვირგვინი ოქროს. და იკითხავს ეს მოძღვარი, რომ ვისი არისო ეს გვირგვინებიო და მას ეუბნებიან, რომ ეს არის შენი მოწაფისა. და ამ დროს გამოეღვიძება. და ეხლა ხედავს, რომ ეს მოწაფე ისევ მის ფეხებთან არის დაჩოქილი. წარმოიდგინე, რა საკვირველი ამბავია, რა ხელა გულმოდგინება. და
ეხლა ხო უნდა რომ დააკავშიროს რას ნიშნავს რომ ეს 7 გვირგვინი ამას ეკუთვნის და ეკითხება რა ხდებოდა ღამე და რომ ჩაეძია გამოიკითხა რა აღმოაჩინა თურმე ამ სულიერ შვილს 7-ჯერ ძალიან მოუნდა წასვლა აი ხა მუხლებზეა დაჩოქილი ალბათ ფეხებიც ეთკინა ალბათ იმასაც ეძინება 7-ჯერ ძლია თავის სურვილს და თითოეული აი ამ გამარჯვების გამო თითო გვირგვინი დაიმსახურა ამას იცი რატო ამბობ? აი ესე ახლოს არის ჩვენთან ღმერთიდან, ესე ახლოს არის ჩვენთვისაც ის გვირგვინები. მაგალითისთვის ვიტყვი, აი მოდი ერთ მაგალითს მე მოვიყვან, მე უკვე თქვენ მომეშველეთ. მაგალითად, ვიღაცამ რაღაც გაწყენინა. შენ გინდა რომ სამაგიერო გადაუხადო, 1000 აზრი მოგდის თავში. მოდი შენ ასე უყავი, შენ ისე უყავი. მაგრამ შენ თუ ბოლომდე მოითმენ. ახლა შუა დღემდე კი არა რომ შუა დღით მოითმინო და მე ესე იგი ამოხტე ტანსაცმლიდან და არიქა რაღაცეები აკეთო. ან საღამომდე მოითმინო, არამედ ბოლომდე მოითმინო ნიშნავს რომ იმ დღეს არაფერი არ თქვა და არც მეორე დღეს რა თქვა. საერთოდ დაივიწყო ეგ ამბავი. პირიქით, სიკეთით გადაუხადო. და ეგ ნიშნავს რომ შენი გვირგვინი მოიპოვა. ახლა თქვენ მითხარით, აი კიდე რა შემთხვევაში შეიძლება რომ აი ადამიანმა გვირგვინები მოიპოვოს, აი რა დროს. მოდი სტუმრებთან მინდა რომ მივიდე. იცი რატო? მე მაინტერესებს რამდენად სწორად გადმოვეცი ეს ამბავი. ხა თუ ტყუილად ვლაპარაკობ, მაშინ გავჩუმდები და ხმას არ ამოვედი. შენ რა სიტყვი? აი შენ გვირგვინი რა დროს შეგიძლია რომ მოიპოვა? არ გინდა რომ გითხრა? აბა? ვის ვათქმევინოთ? აი ამ ვაშკაცნოთ, ესეც თუმარი. აი რაღაცა რა მაგალითს მოგვიყვან, დაუშვათ რა. მეგობარმა გვაწევინა და უნდა მოუთმინო, კი ბატონო. აი მაგალითად, იგივე საღამოს ლოცვა რო თქვი ბავშვებო. თუ დაუშვათ ძალიან დაღლილი ხარ და გინდა რომ წახვიდე და პირდაპირ დაიძინო, მაგრამ მოითმენ, მიხარ, ილოცებ და მერე დაიძინე. ან მაგალითად, ესე იგი, აი ძალიან დაღლილი ხარ და მეგობა შენი დახმარება ჭირდება. მაგრამ შენს დაღლილობაზე გაიმარჯვებ და მაინც წაყვები და რაც სურს მეგობარს გაუკეთებ. აუ მოდი ამ გოგონას ვათქმევინოთ ერთი რეისი თქმა უნდა. მაგალითად ძალიან დაიღალე და ბევრი სამეცადნე გვაქვს და დასძლია და იმეცადინე. მაგალითად დასძლია და იმეცადინე. კიდევ რა შეიძლება? აბა იმ პატარა ცუნცულას ათქმევინე. მაგალითად აი მაგალითად ესეთი რაღაც რო იყოს. დაუშვათ მე დავით დაჯექშენ ადგილზე. დაუშვათ მე მყავს დედმამიშვილი. და დედამ თუ მამა მოგვიტანა რაღაცა შოკოლადი და ესე იგი მე ვიცი რომ ჩემი ძმა, მე ძმა მყავს და ეხა იმიტომ ამბობ. დაუშვათ ვიცი რომ ჩემი ძმა საღამომდე სახში არ მოვა. მე ერთი სული მაქვს რომ გავხსნა. ეხა პატარებისთვის ვამბობ. თუ მე მოვითმენ საღამომდე და რომ დაველოდო და მასთან ერთად გავხსნა, ხომ მოვიპოვებ იმ გვირგვინებს. ეგრე არ იქნება? და აი ერთი ესეთი ამბავი არსებობს. ერთი კაცი, რომელსაც ვენახი ჰქონდა, ვენახი ხო ყველამ ვიცით რაც არის. ყურძენი ჰქონდა, ვენახი ჰქონდა, დილით ადრე გავიდა, წარმოიდგინეთ, იქ წერია რომ პირველ ჟამზე გავიდა. პირველი ჟამი წარმოიდგინეთ თუ არის დილის 6 საათი. მესამე ჟამი არის 9 საათი. მეექვსე რა იქნება? 12 საათი. და ასე შემდეგ მე-9 ჟამი არის 3 საათი. ჩვენი დრო რო დაუკავშიროთ და მე-11 ჟამი არის დაახლოებით 5 საათი.
ეხლა შეხედეთ. გავიდა ამ სახლის პატრონი და მუშები უნდა დაიქირავოს. აი დილის 6 საათია, მზე რო ამოვიდა. და უთხრა, წამოდითო, იშრომეთო და დღის ბოლოსო 1 დინარს მოგცემთ. 1 დინარი. აი ეს დაიმახსოვრეთ, ზოგან დრაჰკანი წერია. ზოგან დრაჰკანი წერია ბავშვებო ძველ ქართულად, მაგრამ თქვენ აბა ამან არ დაგაბნიოთ. ორივენაირად შეიძლება შევხვდეთ. 1 დინარს მოგცემთ. მერე გავიდა მესამე ჟამზე, მეექვსე ჟამზე, ანუ 9 საათზე, 12 საათზე. მათაც უთხრა, წამოდით, იშრომეთ და რაც გერგება დღის ბოლოს მოგცემთ. ბოლოს გავიდა მე-11 ჟამზე. აი წარმოიდგინეთ, რომ საღამოს 6 საათზე სამუშაო მთავრდება და 5 საათზე გავიდა. სულ 1 საათი უნდა იმუშაოს. წამოდიო უთხრა და რაც გერგებათ იმას მოგცემთ. დადგა დღის ბოლო 6 საათი და ამ სახლის პატრონმა უთხრა მსახურს, რომ გადაუხადე ეხლა ყველას. დაიწყე ბოლოდან, აი მე-11 ჟამის მუშაკებიდან დაიწყე. მოვიდნენ მე-11 ჟამის მუშაკები დღეში მარტო 1 საათი რო იმუშავეს და მათ მისცა 1 დინარი. ეხლა პირველად მოსულები ფიქრობენ, ჩვენ ალბათ უფრო მეტს მოგცემს. მაგრამ როდესაც ესენი მივიდნენ, მათაც 1 დინარი მიიღეს. ეხლა ესენი ბუზგუნებენ როგორო, ჩვენო მთელი დღის სიმძიმე და სიცხე ვიტვირთეთო და როგორ გაგვითანაბრე ამათო, ვინც მხოლოდ 1 საათი იშრომო. და ამ სახლის პატრონმა რა უთხრა. მე თქვენ არაფერს არ გიშავებთ. და განა ეგრე არ არის, 1 დინარად ხო შეუთანხმდა. და ხომ ისცა 1 დინარი. და მე თქვენ როგორც მოგირიგდითო, ხო მოგეცითო და მე თუ მინდაო რომ სიკეთე გავაკეთო ამ ბოლოს მოსულების მიმართო. განა ჩემს ხელში არ არისო, ჩემი ქონებაო, ვისაც მინდა იმას მივცემ. მაგრამ თავარი ახლა ნახეთ რა არის, იგაურად ეს რას ნიშნავს. პირველ ჟამზე მოსული არიან ის პატარა ბავშვები, ვინც ბიჭებო თუ დაიღალეთ შეგიძლიათ გახვიდეთ. პირველ ჟამზე მოსულები იცი ვინ არიან, ვინც აი რომ დაიბადნენ და პატარაობიდან მშობლები რწმენით რო ზრდიან. პატარაობიდანვე მონათლეს, აზიარებენ, ასწავლიან ქრისტიანობის შესახებ. ვიღაცა 10 წლისა მოვიდა, ვიღაც 17 წლისა მოვიდა, ვიღაც 40 წლის მოვიდა, გესმით, ვიღაც უკვე გარდაცვალების წინ მოვიდა. აი მაგალითად, ის აგლაოსი, რომელიც მერე ჩადგა ტბაში. ეგ ხო სულ ბოლოს მივიდა, მთელი ცხოვრება არ უცხოვრია ქრისტიანულად, მაგრამ ეგ იყო ის მე-11 ჟამის მუშაკი. ბოლოს ირწმუნა, ბოლოს ჩადგა იქ და ბოლოს გადარჩა. ეგ იყო მთავარი. ანუ აქ რაზეა ლაპარაკი, ნახეთ. როცა არ უნდა დაიწყო რწმენი ცხოვრება, როცა უფალი მოგიწოდებს, იქიდან მოყოლებული ბოლომდე უნდა დარჩა. ისე კი არა რომ დაუშვათ თუ პატარაობისას მიხვედი და სადღაც შუაში თავი დაანებე და წახვედი, აღარ ცხოვრობ სიწმინდით, აღარ ცხოვრობ ღვთისმცნებით, ის კი არ გადარჩება, ის კი არ მიიღებს სულის ცხონებას. არამედ როცა მოხვედი, იქიდან მოყოლებული სულ ბოლომდე რო დარჩები. ზოგი სულაც გარდაცვალების წინ ამბობს აღსარებას. აი რამდენი შემთხვევა ყოფილა სასულიერო პირს დაუძახებენ, იქნებ მოხვიდა, ავადმყოფი ყავს, ეზიაროს, აღსარებას ამბობს, ეზიარება და მალევე გარდაიცვლება და ღმერთს უნდა რომ ისიც აცხონოს. მაგრამ ვიღაცა, ვინც აი პატარა ბავშვები რო არიან, მთელი ცხოვრება რო ქრისტიანულად იცხოვრებენ, ის ხო ვერ იტყვის რომ მე მთელი ცხოვრება ასე ვიცხოვრე და ისიც უნდა აცხონო, ეხლა რომ მოვიდა და მეც უნდა მაცხონო, მაგას ხო ვერ იტყვის. იმიტომ რომ 1 დინარია აქ აღნიშნული. სასუფეველიც 1-ია. ეხლა ამათ 12 სასუფეველს ხო არ მისცემდა, იმიტომ რომ 12 საათი იშრომეს. ამიტომ ახლა მთავარი ეგ არის. როცა მოხვედი, იქიდან ბოლომდე უნდა მოითმინო. და ნახე უფალმა რა უთხრა მოწამეებს. რომელსაც რწმენეს ჩემი, ანუ ისაც ჩემის წამს. უკვე თუ მოკვდეს, კვალად ცხონდეს, ანუ რომც მოკვდეს, მაინც იცოცხლებსო. ნუ გეშინი რამე თუ თქვენი არს უხრწნელი გვირგვინი დიდებისაო. და ეს გვირგვინები თითოეულ ადამიანს შეუძლია რომ მოიპოვოს ესე იგი. თავისი ცხოვრების წესით. ესე რომ აი
ჩვენ ყოველთვის სადაც რაღაცა მოსათმენი გვხდება, უნდა გავიხსენოთ, რომ იმ საქმეში ჩვენ ქრისტეს ვღალატობთ თუ არ ვღალატობთ. ადამიანი თუ თავის სინდის უერთგულებს, ეგ ნიშნავს, რომ მან ქრისტესაც უერთგულა. ხო არ დაგღალეთ ძალიან, დაიღალეთ. აბა ხო რაო დემეტრე რამდენი ხანია ხელს იწევ. აბა მოდი ახლა ვიმჯეროთ ამ ყველაფრიდან ჩვენ რა აზრი გამოვიტანეთ. მე ის გამოვიტანე, რომ ჩვენ უნდა ღმერთი ამდენს, რომ როცა გარდაუცვლებით, კიდე ცოცხლები იყოს და ძალიან მომთმენი უნდა ვიყოთ. მომთმენი უნდა იყო. აბა დავითსაც კითხოთ. ის რომ გადაუცვლებით შეიძლება გვირგვინიც მივიღო. ოღონ გვირგვინი აქვე უნდა მიიღოს ადამიანი. აი მოდი ესე ვთქვათ. დავუშვათ აღმოჩნდი ისეთ წრეში, რომ ვიღაც უზნეოდ იქცევა. ვიღაც ბილდ სიტყვებს ამბობს, ვიღაც იტყუება, ვიღაც სხვას ჩაგრავს და შენს გეუბნებიან, რომ შენც ეგ გააკეთე. და იქ თუ შენ მოითმენ და დარჩები შენი პრინციპის ერთგული, რომ შენ ღვთისმცნებით იცხოვრო, იქ შენც მიიღებ იმ გვირგვინს. მაგრამ თუ იმის გამო დაემსგავსები და მათნაირად უზნეოდ მოიქცევი, მარტო იმის გამო, რომ ესე იგი ვიღაცამ თავის წრეში მიგიღოს, ეგ ნიშნავს, რომ შენ ქრისტეს უღალატე. ამას იმიტომ ამბობ, რომ ეს განსაცდელი თითოეულ თქვენთაგან შეიძლება დაუდგეს. მით უმეტეს მაშინ, ეხლა ზოგი ხო უფრო ცოტა დიდები ხართ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც თქვენ აი მაგალითად უნივერსიტეტში ჩააბარებთ, სადღაც წახვალთ და იქ შეიძლება 1000 გვარი აზროვნების ადამიანს შეხვდეთ. მაგრამ იქ სიმტკიცეა საჭირო, რომ შენი ერთგულება გამოიჩინო ქრისტეს მცნებებისად. იმიტომ რომ ვაჟკაცობა რომელი უფროა, ეხლა შეხედეთ, ის რომელიც გაიქცა თუ ის რომელიც დარჩა წყალში. ის რომელიც დარჩა, აი ეგ არის ყველაზე მთავარი. მაგრამ ამას ჭირდება ბოლომდე მოთმენა. აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოდი ახლა თუ ძალიან არ დაგღალეთ, ერთი თავი წავიკითხოთ იქიდან, თუ აღარ წავი. რამდენი? კარგი. მოდი მაშინ ერთი თავი წავიკითხოთ. ცოტა ხანი გააჩერე. აი ცადე ეხლავე მოვძებ. გავაგზავნოთ ბავშვები. ესე იგი ეს ჩვენი ჯიუტა უკვე შენ ქალაქში შევიდა, ხო მართალია? ხო იქ ვიყავით. ო ძალიან კარგი. აქამდე ჯიუტას ჯეროდა რომ მე ქალაქზე უფრო მშვენიერი ქალაქი არ არსებობს. თუმცა რასაც ახლა ხედავ და გასაოცარი იყო, ახტაცებისგან სუნთქვა ეკროდა. აბა როგორ მოგწონს? ულამაზესია. იქით ხეებს უკან ბავშვები თამაშობენ, ხედავ? ნამდვილად 7-იც მათთანაა. თუ იქ არ არის სახლს ბავშვები მიგასწავლიან. ეს სიმდაბლე ეუბნება, ეს დედოფალი ეუბნება. ჯიუტამ აღარ გააგრძელებინა და გაიქცა. ფეხს გაუფრთხილდი. უკვე გამიარა, შორიდან მიაძახა. აქოშინებულმა ბავშვებთან მიირბინა. სიცილ კისკისა და ხმაურში ჯიუტასთვის ყურადღება არავის მიუქცევია. მან კი მშვიდია მაშინვე შენიშნა. მისი სიცილი და თმა გაახსენდა. მშვიდია, ხმამაღლა დაუძახა, გოგონა მაშინვე მოიხედა. ჯიუტა, ჩემო კარგო მეგობარო. ერთმანეთს გადაეხვივნენ, მშვიდია სიხარულისგან ატირდა. ჯიუტას სახელის გაგონებისთანავე ბავშვებმა ტაში შემოკრეს და ერთხმაც შეძახეს. კეთილი იყოს შენი მობრძანება შენ ქალაქში. კეთილი იყოს შენი მობრძანება შენ ქალაქში. გელოდებოდი, ჯეროდა რომ ჩამოხვიდოდი. დიდი სირთულეები გადავლახე. თავარია რომ შეძელი, ახლა ჩემს მეგობრებს გაგაცნობ, შენ შესახებ ბევრს უამბობდი. ჯიუტამ ყველას ხელი ჩამოართვა და გაეცნო.
სიტყვასავით დააყარეს კითხვები, დაბნეული იდგა, ასე თბილად არავინ შეხვედრია, არავინ გადახვევია. 7-ია საქმეში ჩაერია, მომისმინეთ. ჩვენი მეგობარი დაღლილი და გალუმპოლია. მოდი ახლა შინ წავიყვან, გამოიცვალოს. დაისვენოს და ხვალ არა დღეს დაისვენებს, ხვალ აქ შევიკრიბო. ჯიუტა თავის ამბავს მოგვიყვება, თანახმა ხართ? თანახმა ვართ. ერთმა მაღალმა ბიჭუნამ ჯიუტას მხარზე ხელი გადახვია და შეძახა. მოდი ყველა ერთად ქალბატონ გულკეთილასთან წავიდეთ. და ბავშვები სიმღერით გაემართნენ. მე 7-ია ძმა ვარ, ღირსეულა მქვია. ქალბატონი გულკეთილა კი ჩვენი დედაა. მართლაც ქალბატონი გულკეთილა ეზოში გამოსულიყო. ხელში პატარა ბავშვი ეჭირა. უფრო კი გვერდით ედგა და ტაშს უკრავდა. ბავშვების ხმაურზე მეზობლებიც გამოფენილიყვნენ. ჯიუტას ყველა ერთად ესალმებოდა, ქალბატონმა გულკეთილამ ის გულში ჩაიკრა. შვილო, კეთილი იყო შენი მობრძანება. ჯიუტამ მუნჯივით იდგა, არ იცოდა რა ეთქვა, ქალბატონმა გულკეთილამ უფროს ვაჟს დაუძახა. ღირსეულა, ჯიუტა წაიყვანე და აჩვენე, სად დაიბანო, სუფთა ტანსაცმელიც მიეცი. 7-ია, შენ კი მოდი სუფრის გაწყობაში დამეხმარე. ცოტა ხანში მამაც დაბრუნდება. ყველანი მაგიდის გარშემო ისხდნენ და ჯიუტას თავგადასავალს ისმენდნენ. ცხადია მათ შესახებ ვინც დაეხმარა ბიჭი არაფერს ამბობდა. ნახეთ, არ უნდა რომ თქვას რომ ვინმე დაეხმარა. უნდა რომ ისე წარმოაჩინოს რომ თითქოს ყველაფერი თვითონ შეძლო. სურდა მხოლოდ ის შეექოთ და ედიდებინათ. ისე დამაჯერებლად ყვებოდა რომ მასპინძლებს უსიტყვოდ ჯეროდათ მისი და ახტაცებით უსმენდნენ. 7-იას მომღიმარი მამა მხარზე მეგობრულად არ ტყამდა ხელს. ყოჩახ შვილო, ჩანს კეთილი ბუნების ბიჭი ხარ და აქ ჩამოსვლაში უფალი ამიტომაც დაგეხმარა. არავინ დამხმარებია, მარტო შევძელი. ღმერთი შვილო თავის ყველა ქმნილებას თანაგრძნობით უყურებს და ეხმარება. რომელი ღმერთის აგწამთ არ ვიცი, მე ქალაქში ერთი ღმერთი გყავს, ჩვენი დედოფალი. ის გმოძღვრავს, მისი გჯერა. ვიცით რომ ადამიანში დიდი ძალა იმალება. ეს ძალა მას წინააღმდეგობის დაძლევაში ეხმარება. ცხადია, რადგან აქამდე მოვედი, თქვენი ღმერთის გაცნობასაც ვისურვებდი. ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს, ქალბატონმა გულკეთილამ მეუღლეს გაუღიმა, მან კი ჯიუტას მეგობრულად ისევ დაარტყა მხარზე ხელი და უთხრა. გაიცნობ. მე ვამბობ, დღესვე წავიდეთ მეთქი, მისი სახლი სად არის? სასახლე, მისი სასახლე ზეცაა, წამოხდა ჯიუტა. მას როგორ უკავშირდებით, როგორ გეხმარებათ? უბრალოდ ველაპარაკებით, როგორც ახლა ვლაპარაკობთ. და ასე შორიდან ესმის თქვენი, შეუძლია დაგეხმაროთ კიდეც? ცხადია, იგი მუდამ ჩვენ გვერდითაა. ახლაც აქ არის და გვისმენს, თქვა შროშანამ. თქვენ რა გინდა თქვათ, რომ ის უხილავია? სწორედ ასეა. ჭარხალივით აწითლებული ჯიუტა ფეხზე წამოხტა და თქვა. ახლავე მასთან დალაპარაკება მინდა, გთხოვთ გადაეცით, რომ მე ქალაქელი ჯიუტა მასთან შეხვედრას ითხოვსო. წარმოიდგინეთ, რამხელა სიამაყე აქვს, რომ ამბობს, რომ მე ახლავე მინდა რომ ღმერთთან შემახვედროთ, მე ქალაქელი ჯიუტა ვარ, ჩამოსულიო და არიქა უნდა ახლავე შევხვდე. ბავშვებმა გაიღიმეს და გაოცებულებმა ბიჭუნას შეხედეს. შვილო, დაჯექი, დამშვიდი, ესაა მოხვედი, თანდათან ყველაფერს გაიგებ. მე ახლავე მინდა, რადგან ახლავე გინდა, მას დავიწყოთ. ვფიქრობ, პირველი რისი სწავლაც გჭირდება, ეს არის მოთმინება. სინამდვილეში კი დიდი მოთმინება სწორედ მას უნდა ჰქონოდა, ვინც მექალაქელის აღზრდასა და გამოსწორებას მოისურვებდა. როგორც დასაწყისში ვთქვით, მექალაქელებს ცუდი მხედველობა ჰქონდათ, რადგან თავიანთი დიდი მე თვალებს უბინდავდათ. მხოლოდ ის ესმოდათ, რისი მოსმენაც სურდათ, სჯეროდათ, რომ რასაც ამბობდნენ, ყველაფერი სწორედ ისე იყო. ანუ სხვას კი არ უსმენდნენ.
არამედ რასაც თვითონ ფიქრობდნენ და ამბობდნენ, ეგონათ რომ ყველაფერი ნამდვილად ისე. აი როგორც იტყვიან ხოლმე, წყალი არ გავუაო. თითქმის შეუძლებელი ჩანდა რომ ვინმეს მათთვის აზრი შეეცვალა. სხვათა შორის საკუთარ თავს ძალიან გონიერად თვლიდნენ. ერთი თამდაბალი შენქალაქელის რჩევას კურსაც არ მიაპყრობდნენ. მათ ლექსიკონში თამდაბალი დოკლაპიას ნიშნავდა. ანუ ვინც თამდაბალი იყო, იმის შესახებ ესეთი წარმოდგენა ჰქონდათ. ხო და ახლა რა დოკლაპიებისთვის ესმინათ? ერთი მხრივ ჯიუტას მეს გარდა თავის სახელზე უფრო დიდი სიჯიუტე ჰქონდა. მეორე მხრივ თავის სახელზე უფრო დიდი მოთმინება ჰქონდა მშვიდიას მამას, ბატონ მოთმინესაც. პირველი რაც მოიფიქრა ოჯახთან საგანგებოდ დალაპარაკება იყო. აბაშვილებო, დღეიდან ჯიუტა ძმად ჩათვალეთ. რადგან ის ღმერთმა ჩვენთან გამოგზავნა, უნდა დავეხმაროთ. ნახეთ, აი მამამ, ესე იგი შვილები დაარიგა რომ ეხლა როგორც ჯიუტა მოიქცეოდა, აი ესე უხეშად და უშად თავის ნათქვამა იქნებოდა, ეს შვილები თუ ეგრე დახვდებოდნენ, მაშინ შედეგს ვერ მიაღწევდნენ. არამედ აი ნახე რას არიგებს. პირველი იმას ეუბნება, რომ ის ძმად ჩათვალეთ. მეორე რას ეუბნება, რადგან ის ღმერთმა ჩვენთან გამოგზავნა. ის შემთხვევით კი არ მოვიდა, აი ნებისმიერი ადამიანი, ვისთანაც ჩვენ შეხება გვაქვს, შემთხვევით კი არ არის შენს ცხოვრებაში. ის ღვთისგან არის. ეს იოლია მეთქი ამას ვერ გეტყვით. ერთი მექალაქელიც კი საკმარისია, რომ მთელი შენქალაქი თავდაყირა დააყენოს. თუმცა იმედი მაქვს, რომ ღვთისა და თანამოქალაქეების დახმარებით ამას შევძლებთ. აი ადამიანი, რომელიც თავის თავზე კი არ არის მინდობილი, არამედ ღმერთისა და ადამიანების იმედით არის. მაშინ კი როცა ათასნაირ სისულელეს ამბობს, არაფერი უპასუხოთ. მაშინ ხომ დოკლაპიებად ჩაგთვლის მამა. ჩემო შროშანა, ზოგჯერ ის უფრო ჭკვიანია, ვინც არ ლაპარაკობს. ის კი არა რომ ყველაფერზე გამოეპასუხო, ყველაფრის რაღაცა ისქონ შეეკამათო. ზოგჯერ ჯობია გაჩერდე და შენმა სიჩუმემ უფრო მეტი თქვა სინამდვილეში. ყოველ შემთხვევაში ჯიუტა ძალიან ამპარტავანია, გამუდმებით მე მეს გაიძახის. გეგონება ეს მისი მფარველი იარაღი იყოს, თქვა ღირსეულამ. ძალიან კარგი, მას ჩვენი იარაღი ავისხათ. ბრძოლის დროა, 7-ია. ჯიუტა, აქ შენ მოიპატიჟე. ბრძოლისთვის მზად ხარ? მზად ვარ, მამა. მექალაქელებზე რა იარაღი იმარჯვებს? ერთი მეც მომეცით, ითხოვა შროშანამ. და მამა ეუბნება იმ იარაღს, რაც იმარჯვებს აი ამპარტავან ადამიანზე, ჯიუტზე, ესე იგი თავის ნათქვამაზე, რა იარაღი შეიძლება იყოს ეს? რა იარაღი იმარჯვებს? ყველაზე მეტად მოთმინება და სიმშვიდე. კიდევ მოთმინება და სიმშვიდე, რომ შეინარჩუნო, რა უნდა გქონდეს? კიდევ თამდაბლობა, კიდევ პატივისცემა. თქვენ რა სიტყვით? სიკეთე, კიდევ რა? სიხარული, კიდევ და სიხარული საიდან მოდის? ეხლა ნახეთ, მოდის სიხარულზე თქვა. სიყვარული. აი ყველაზე დიდი იარაღი, რითიც შენ შეგიძლია რომ ესე იგი გაიმარჯვა, ეს არის სიყვარული. ადამიანს რომ თბილ სიტყვას ეტყვი, მისი გული ხო გაიხსნება ამით. თუ უხეშ სიტყვას ეტყვი, ახლა ჩვენ რო ვინმე უხეში სიტყვა გვითხრას, ჩვენ მოვიწადინებთ რომ ჩვენი გული მას გადაუშალოთ, ხო აღარ მოგინდება. მაგრამ თუ ვიღაც გაგიღიმებს, თბილად გეტყვის რაღაცას, ხო მოგინდება რომ უფრო რაღაცა, უფრო შენი გული თბება და იხსნება იმ ადამიანის მიმართ, ხო და ეგ უთხრა ზუსტად მამა. ყველაზე დიდი იარაღი არის სიყვარული. როდესაც შენ ადამიანს რაღაც სიყვარულით ეტყვი. ამ იარაღს სიყვარული ჰქვია, ჩემო გოგონა. სიყვარული უპასუხა დედამ და გულში ჩაიკრა.
მოდი ახლა მეც მინდა რომ თქვენს მიმართ სიყვარული გამოვიჩინო და აღარ დაგღალოთ. ისე დაღლილები ხართ როგორც გეტყობ. ზოგის დაღლილობა იმაში გამოიხატება ხოლმე ბავშვებო რომ იმდენად არის დაღლილი რომ ვეღარ ლაპარაკობს. მაგრამ ზოგი იმდენად არის დაღლილი რომ ვერ აჩერებს პირს და სულ ლაპარაკობს. თავისებური დაღლილობები არსებობს ესე იგი. მაგრამ ჩვენ ერთის მიმართაც რაღაცა მოთმინება და სიყვარული გმართებს და მეორეს მიმართაც. ამიტომაც დღეს მას არ ვიღებ. მოდი ახლა ერთი ამბავი ვნახოთ იესო ქრისტეს ცხოვრებიდან და მაგითი მერე ნელ-ნელა დავასრულოთ. ოღონდ სანამ დაიწყება ერთი რამ მინდა გითხრათ ბავშვებო. ესე იგი როდესაც რაღაცას უყურებთ დავძანთ დაჭექი სადაც იჯექი როდესაც რაღაცას დავით სადაც იჯექი ისე ვიდაჭექი უკან წადი როდესაც რაღაცას უყურებთ ახლა წარმოედგინეთ 150 ბავშვი როდესაც არის მე თუ არ შემიძლია რომ შვიდათ უყურო და არაფერი არ თქვა მაშინ ჩემი პატიოსნება და ღირსება იმასაც ამბობს რომ მე გავიდე იქიდან სადაც არ შემიძლია ყოფნა აი თუ მეც არ მინდა რომ უყურო და არც სხვას ვაცი რომ უყურო ეგ უკვე ადამიანის ღირსებაზეც მეტყველებს და თუ მე მინდა რომ უყურო მაშინ ესე იგი სხვასაც ხო უნდა რომ უყუროს და როგორც მე მინდა რომ მომექცეს სხვა ადამიანი მეც ისე უნდა მოვექცე წეღარო სიხარულზე ამბობდით სიხარული სწორედ იქიდან მოდის სხვის გახარებას რო ცდილობ სხვა რომ გიყვარს სიხარული სიყვარულიდან მოდის თუ ადამიანს არ უყვარს და სხვაზე არ ფიქრობს და არ ზრუნავს მას სიხარული არ ექნება ეს წესია ასეთი თუ შენ გინდა რომ შვიდათ იყო აი მარტო შენ სიმშვიდეზე ფიქრით ვერ იქნები მშვიდად ჩემი სიმშვიდე სხვის სიმშვიდეზე გადის ჩემი ბედნიერება სხვის ბედნიერებაზე გადის ესე იგი ჩემი კარგად ყოფნა სხვის კარგად ყოფნაზე იმიტომაც უფალი ამბობს შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავისთვის როგორც შენ გინდა რომ მოგექცეს ისე მოექცი სხვა ადამიანს ეს არის ადამიანის ღირსება ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ასე ღირსეულად მოვიქცეთ ისე ყველაფერში მარტო ფილმის ყურებაზე კი არ არის საერთოდ ყოველთვის როლე ხილად იყავით ვარდება ასე დროს როგორ ძინავს მოძღვარო გაიღვიძე დავიწყლით ივსება ვიძირებით დაწნართ შეწყვიტე რატომ შეშინდით? სად არის თქვენი რწმენა?
შემოდი. ყველა იესო ნაზარეველზე ლაპარაკობს. ამბობენ რომ ის ახდენს სასაულებს. ის მათყუარა აფერისტი. ვიცი. მინდა რომ უყურო და ნახო როგორ აკეთებს თავის ფოკუსებს, რომ მე ვამხილოთ. ჩქარა მამა, ჩქარა. იჩქარე მამა. ხედავ ისინი მოდიან. არო, ორფა. სადმე ყავ დავით? გალილეის ზღვასთან მივდივართ, ბატონო. რაბინი ესო რომ ნახოთ. იგი დავითს განკურნავს. სმენია მასზე. დავით, როცა ესო გაკურნავს, ჩვენ ერთად ლაპარაკსა და თამაშად შევძლებთ. ეს ხომ შესანიშნავია, მამა. ღმერთმა ესო გამოგზავნა დავითის მოსარჩენად. იმედი ვიქონიოთ, სარა. არ, როგორც სინაგოგის წინამძღვარმა, უნდა გაგაფრთხილო, რომ ყველა მოგზაური რაბინი არ არის სიმის შემძლე, რა ლეგენდებიც მასზე ხალხში დადის. ვიცით იაიროს, მაგრამ იესოს სხვა. სხვა? ამბობენ რომ იგი საფასურს არიღებს მკურნალობაში. იგი ხალხს თავისი გულკეთილობის გამო კურნავს. წავედი, დავით, წასვლის დროა. შვიდობით დარჩი, იაიროს. ღმერთი შენსკენაა რომ. კარგად იყავი, დავით. ჩემთან მოდი სათამაშოდ, როცა დაბრუნდები. ავად ხომ არ გახდის, სარა? არა, მამა. მე უბრალოდ ცოტა გავცივდი. ასეთ სიცხეში? რა მშვენიერი დილა. დიახ. მადლობა რომ მომინახულეთ. რას ამბობ? ყოველთვის მიხარია ესეთი მორჩილი პაციენტების მონახულება, როგორიც თქვენ ხართ. თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ძვირფასო ქალბატონო. არაფერი ამ შველის ექიმი. 12 წელიწადია ავად ვარ. თავს მოხუც ქალად გძნობ. თქვენ ჯერ ისევ ახალგაზრდა და ლამაზი ხართ, ქალბატონო. და მდიდარი. ვიყავი, მაგრამ ყველაფერი დავკარგე. ახალგაზრდობაც, სილამაზეც და სიმდიდრეც. სიმდიდრეც? ყველაფერი დაკარგეთ? მთელი ჩემი ქონება ექიმებს დავახარჯე, რომ განვეკურნე მათ. ახლა მხოლოდ მცირედი დამრჩა თავის გამოსაკვებად. ეს ძალიან ცუდი ამბავია. მაგრამ თუ რაიმე ახალი წამლის შესახებ გაიგებთ, შემატყობინეთ. დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ ხომ გესმით, წამლები ფული ღირს. მაგრამ მე ხომ ამდენი გადაგიხადეთ და არც ერთი თქვენი წამალი არ მშველის. მე ხო ხარჯი ძალიან ბევრი მაქვს. იმედი მაქვს გესმით. ცოდნე ექიმა კარგი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს ავადმყოფ პაციენტზე. ნახვამდის. შემატყობინეთ თუ ფულს იშოვით ჩემი მომსახურებისათვის. უფალო, აღარაფერი დამრჩა. გათხოვება არ შემიძლია. ბავშვის გაჩენა არ შემიძლია. ჩემი სიცოცხლე დნება. არა ვისწავლოთ ჩემი განკურნება. უფალო ღმერთო,
მგევედრები. ნება მომეცი, მოუკვდე. თქვენი ბავშვი ასეთ ტკივილებს გაიცდის. რატომ იცინის? იმიტომ რომ იესოსთან მიყვავს. იესო მას განკურნავს. ვინ არის იესო? ის უდიდესი მოძღვარია. იგი სასწაულებს ახდენს. სასწაულებს. სარა, სუფთა წყალი მოგიტანე. ყველაფერი ამაო, დალევა არ შეუძლია. ლაპარაკიც კი უჭირს. მამა, მე ჩვენება რომ კვდები. შენ გამოკეთდები, სარა. დავითთან ერთად რომ წავსულიყავ იესოს სანახავად. Jesus. დიახ. მოძღვარო. ჩვენი შვილი მას სიარული არ შეუძლია. ლაპარაკსაც კი ვერ ახერხებს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ უფლისწალას ყველაფერი შეუძლია. და თქვენი ძალა უფლისგანაა. შენი მშობლები სავსე არიან რწმენით. შენი გული კი სიყვარულითაა სავსე. ადექი და იარგ. იესო. მადლობა. გთხოვთ, გამატარეთ. იესოს უნდა დაველაპარაკო. ჩემი ქალიშვილი. იაიროს, ხედავ? დავითი განიკურნა. მოძღვარო, გემუდარები, წამოდი ჩემს სახლში. ჩემი ერთადერთი შვილი, ჩემი ქალიშვილი სარა. ის ხვდება. ოღონდ სარა არა. წამიყვანე მასთან.
ის დიახ. წადი. უთხარი იაიროს. უნდა ვნახო. მე უნდა ვნახო ის. გთხოვთ, გამატარეთ. ლაპარაკი არ მინდა. მხოლოდ შევეხები მას. მოიცადეთ. ვინ შემეხო? მოძღვარო, ამდენ ხალხში ირგვლივ უამრავი ადამიანია, როგორ კითხულობ თუ ვინ შეგეხო? ჩვენ ყველა გეხებით? არა. ვიღაც შემეხო. ვიგრძენით, როგორ გავიდა ძალა ჩემგან. მოძღვარო. მომიტევე. მე უბრალოდ შევეხე შენ სამოს. და გამოჯანმრთელდი. შვილო ჩემო, გამხნევდით. შენმა სარწმუნოებამ გადაგარჩინა. წადი მშვიდობით. გმადლობთ უფალო. ჩემო ბატონო, თქვენი ქალიშვილი ის გარდაიცვალა. უკვე გვიანა. იაიროს, მოძღვარო, მაპატია, რომ შეგაწუხე. ჩემი ქალიშვილი გარდაიცვალა. ნუ გეშინი. ირწმუნე. და შენი ქალიშვილი გამოკეთდება. მაგრამ წამოდი. მიჩვენე გზა. აი ისინი. ნუტირით. გოგონა არ მომკვდარა. უბრალოდ ძინავს. გონიათ ვერ ვიცანი სიკვდილი, როცა მოვიდა. მათი ციან სიკვდილი. მე კი სიცოცხლე ვიცი. სად არის თქვენი ქალიშვილი? გოგონა, გაიღვიძე. კი ესო? მადლობა მოძღვარო, მადლობა.
მოძღვარო, ის მკვდარი იყო. შენ ის მკვდრეთით აღადგინე. ყველაფერს, რასაც მე ვაკეთებ, შეგიძლიათ თავადაც აღასრულოთ თუ კი ირწმუნებთ. დაუჯერებელია. მეგონა ასეთი რამ შეუძლებელი იყო. სასწაულები. ისინი საკუთარი თვალებით ვნახე. ის ამბობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ასეთი სასწაულების მოხდენა. არ შეგვიძლია. ჩვენ ხომ უბრალოდ მეთევზეები ვართ. შეხედე. კაცი წყალზე მოდის. ეს საჩრდილია. შეუძლებელია. თავის შორს დაიჭირე ჩვენგან. გადი აჩრდილო. ნუ გეშინიათ. თქვენ მიცნობთ მე. მოძღვარო? მოძღვარო, თუ ეს შენ ხარ, მიბრძანე რომ შენთან მოვიდე. მოდი ჩემთან. მუთალო, გადამარჩინე. ო, პეტრე, ცირად მორწმუნეო. რატომ შეგეპარა ეჭვი? დოგვის მარცვლის ოდენარ რწმენას რომ გქონდეთ? სულ მცირე. ყველაფერი მის კეთებას შეძლებთ, რასაც მე ვაკეთებ. ჭეშმარიტად. შენ უფლისზე ხარ. ის ნეოლებს კურნავს. ნახე კაცი როგორ განკურნა. ხალხს უყვარს იგი. კეთრი გაქრა. ეს სასწაული იყო. მომისმინეთ, ეს უბრალოდ ფოკუსებია. და თან არც ისე ორიგინალური. მას მეგობრები ყავს, რომლებიც თავს ნეულებად აჩვენებენ. ისიც ვითომ კურნავს მათ. ქალი უხილავი და ავადებით. ბიჭი მოჩვენებითი პარალიზებით. კაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი ქალიშვილი გარდაიცვალა. თავად იესომ თქვა, რომ გოგონას ძინავს. და ახლა წადით. ჩვენ მივხედავთ ამ იესოს. ადამიანები ისეთი ბრმები არიან, როგორჯერაც სასწაულების. შეშობ, ხალხის გადარჩენა მოგვიწევს ამ ცრუ წინასწარმეტყველისგან. იქნებ მე? არა, ჩვენ კანონს მივმართავთ. ადრე თუ გვიან იგი შეცდომას დაუშვებს და მაშინ ყველა დაინახავს თუ ვინ არის იგი. სარა, მიყურე. მე ხტუნვა შემიძლია. შეხედე როგორ გავდივარ. გაიქეცი. დამეწიე სარა. The miracle of love has come into my life.
clear as eyes that shine, as dear as lips that smile and speak my name. This is the miracle of love. The miracle of love has touched me like the sun, has struck a fire within my heart, and suddenly I want none. Safe from the storm, now in the miracle of love. I'd never seen a miracle, I thought I'd never see one. I never knew when I saw you that you would be one. The miracle of love has made my life a song, and I will sing it all day long and hum it while I'm sleeping. My song is sweet thanksgiving, that always I'll be living. Yes, always I'll be living. The miracle of ბავშვებო, მოდი ახლა 9 საათიც გახდა უკვე და თან ერთი სასიხარულო ამბავი მინდა გითხრათ, რომ აი მე რო ვთხოვეთ, რომ ერთად ვილოცოთ მეთქი პატარა გოგონასთვის, ბარბარესთვის, ნენა ის მადლით და თქვენი ლოცვით გამოკეთებისკენ არის მისი საქმე და ეს თქვენი ლოცვის დიდი დამსახურება არის. მოდი ავდგეთ 9 საათიანი ლოცვაც ვდგათ და ამითი დავასრულოთ.